თათა? ერთი ბანკა, ხო? წლის ფინანსურმა კრიზისმა დასაქმების მაჩვენებელს გლობალურ დონეზე დიდი დარტყმა მიაყენა. კრიზისის შემდეგ დასაქმების ტემპი მთელს მსოფლიოში შენელდა, რაც ხელფასის სახით 1,2 ტრილიონი დოლარის დანაკლისი დაჯდა. ასეთ დასკვნამდე საერთაშორისო შრომის ორგანიზაცია მივიდა. ახალი ანგარიშის მიხედვით გასულ წელს 61 მილიონი ადამიანით ნაკლები დასაქმდა, ვიდრე ფინანსურ კრიზისამდე არსებული ტემპი რომ შენარჩუნებულიყო. ზოგადად ყველა კომპანია დასაქმებისთვის პროფესიონალს ითხოვს, განსაკუთრებით ხელოსნებს, მაგრამ საქართველოში მათი პოვნა შეუძლებელია. ყველაფერი ეს, რაც თქვენთან ხდება, ამის დამადასტურებელია. ამიტომ გასაუმჯობესებელია ამ სექტორის ყველა მიმართულება. ახალგაზრდობას პროფესიული გადამზადების სკოლა აქვს გასავლელი, მაგრამ რატომღაც ამის საჭიროებას ისინი ვერ ხედავენ. ვერ ხვდებიან, რომ თუკი პროფესიულ განათლებას მიიღებენ, ეს მათი ფინანსური შემოსავლის ბაზისი გახდება, რაც მათ ყოფას გააუმჯობესებს. როგორ ფიქრობ, ყველა ძიძა ესე შენსავით კმაყოფილია? არა არიან კმაყოფილები. რატო? იმიტომ რომ მე მევალება მარტო ბავშვი. ადამიანს როცა ბავშვის გარდა კიდევ საქმე აქვს რაღაც გასაკეთებელი, ის ბავშვს სრულყოფილად ვერ მოუვლის. იმიტომ რომ რაც დავალება აქვს მაგალითად, გინ ბავშვს გაუკეთო საჭმელი, გაურეცხო, რაღაცა და გააკეთო სახლში, ხომ? შენ ბავშვს აკლებამდე. და ჭკვიანი მშობელი გავალებს მხოლოდ ბავშვის მოკვლას. მარტო ბავშვი აინტერესებს. დარჩა, მოდი, აქა, კიდევ სად? 1, 2, 3. რესო გითხავთ მაინც თქვენ არ ხართ ცხადი ავალდებული იცოდეთ სტატისტიკა უმუშევრობის ზრდასთან ანკლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვინაიდან ეკონომიკა თქვენი გამოცემის მთავარი სფეროა, ხომ არ გაქვთ გარკვეულწილად თქვენი წყაროს მიხედვით ინფორმაცია, რა ვითარება გვაქვს ამ მხრივ, იზრდება უმუშევრობა თუ მცირდება ბოლო წლებში? არა, მე ვფიქრობ, დასაქმება ალბათ გაზრდილი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება დაბალი, მაგრამ პოზიტიური დისტრიმპი გქონდა 2013-2014 წლებში 3-4% დაიზარდა ეკონომიკა, ამას ბუნებრივად მოყვებოდა რაღაც რაოდენობით სამუშაო ადგილების შექმნა, მაგრამ შეიძლება უფრო ოპტიმისტური სურათია დღეს ჩვენთვის ნაჩვენებით, ვიდრე რეალურად არის ქვეყანაში. აქამდე საბავშვო ბაღში ვიმუშავე 19 წელი, სამკერვალო ფაბრიკაში ალბათ ვიმუშავე 5 წელი, 5-დან 7 წლამდე. ეს სადა? ეს მეშვიდე სამკერვალო ფაბრიკა იყო. შემდეგ იყო 123 ბაგაბაღი თბილისში. შემდეგ სოფელში გადავედით საცხოვრებლად დროებით, ჩვენი მეურნეობა გქონდა. და მე ლუკას ძიზად დავიწყე მუშაობა.
ძირითადად ის რა არის, აი ეს ფასადზე სამუშაო ნებისმიერი და შიდა ეს სამღებრო სამუშაოები და ანუ ალალად რო თქვა ჭერი იატაკი და მთლიანი სახლი შეგვიძლია რომ ყველაფრით თავის ლესვი და თავის ყველაფრით გავაკეთოთ. შიდა ნუ გარეთ ხო ლესვები, დეკორატიული ლესვები ყველაფერი აბსოლუტურად. საერთოდ საქართველოში მე გეტყვი ტექნოლოგიურად ძალიან იშვიათი მუშაობს სწორედ. ტექნოლოგიურად სწორედ იმუშაოს. არის ან თანმიმდევრობა არის შემდეგ უნდა გაკეთდეს. ნუ არის რაღაცები ფაქტის სახეზე ჩნდება მე რომ არა ტექნოლოგიურად კეთდება. This is a situation which you find not only in Georgia but we are completely ეს ის სიტუაცია, რომელსაც მხოლოდ საქართველოში არ ხვდებით. ქვეყანა აკადემიკოსებისა და პროფესორების დიდ არჩევანს გვთავაზობს. არც თქვენ და არც სხვა ქვეყნებს არ სჭირდება ამდენი აკადემიკოსი. უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა უმრავლესობა შესაფერის სამუშაოს ვერ პოულობს. მათი უმეტესობა შემდგომ მიმტანებად ან ტაქსის მძღოლებად მუშაობს. იმაჩნია, რომ ზოგიერთ მათგანს სოლიდური პროფესიაც აქვს, მაგრამ ამავდროულად შეიძლება კარგი ელექტროშემკეთებელი აღმოჩნდეს და ამ საქმიანობით მოკლე ხანში გამდიდრდეს კიდეც. სწორედ იმიტომ, რომ ამ სფეროში პროფესიონალები არ გყავთ. შეგიძლიათ ჩემს სახლში მოხვიდეთ თბილისში და ნახოთ, როგორი ელექტროგაყვანილობა მაქვს. ყველაფერი მუშაობს კი, მაგრამ ეს არ არის პროფესიონალთა ნამუშევარი. ჩამოვდივარ ველოდები, ვინ მოვა ღმერთმა იცის, ვინ მოვა შეიძლება ერთი კვირა ვიმუშაო და ორი კვირა ვიყო უმუშევარი. ვარ ხალხის ანაბარა. ეგ არის ხელფასი, ეგ სასაცილოა. ესეთი რეგულაცია არსებობს 97 წლიდან. შევარანძის ბრძანებულებაა, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედა და არის 20 ლარი. მინიმალური ხელფასი. კი, და ეს არ იქნება უკანონო. და ამაზე ხა მაგალითად შემდეგ თვეში ბელგიაში აქვს ფორუმი და მივიდივარ მე რომ ეს ერთ-ერთი მოთხოვნა. ყველაზე ცუდი სურათი ამ მხრივ გვაქვს საქართველოს. როცა არის 20 ლარი მინიმალური ხელფასი. არის ბევრგან პრობლემები, მაგრამ ნუ ჩვენსავე ჩამოჩენა არც არა აქვს. ნუ ბანკების სტანდარტობა. მე მაქსიმალურად მაწონი აღარ უნდა მაწონი ამას. ამასთან დაგიტოვებია თამბიჭმა იყო. ისე რომ იმას არ უნდოდა და გაბრაზდა ის მერე. ალბათ მაცივარში არ დადო. მაცივარშიედო, კი, მაცივარშიედო. ნუ ბანკების სტანდარტობა. აქვთ იმათ მე მიუტანე მერე. ეს სტანდარტობა ეს ყველგან. ოთხი ძროხა მოფარი. ორი თვის, თვინახევის მოგებულები. ხელმეორედ ვიღეთ ესენი. ვერ გაიგეთ ვინ მოიპარა? საღამოს არ მოვიდა რამდენი ვეძებით, არცად არა. 4 წელი. დიახ, მე თვით დასაქმებული ვარ, მაგრამ სახელმწიფოს უფლებას ვერავითარ ვარიანტში ვერ იღებ. დიახ. იმიტომ რომ თვით დასაქმებულია. ამის გამო მათ ხელი ეშლება თქვა ბანკთან ურთიერთობაში და მე მაქვს ესეთი პირადება უბრალოდ არ ვიცი რამდენად გაითვალისწინებს ვინმე არ გაითვალისწინებს არ დარჩეს ჩვენი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ოფიციალურად იქნება დასაქმებული თუ არა და შემოსავლის თქვა რაც აქვს ქვეში იმის 3 ან 4 ლიმიტი კონდეს ბანკში ტერიტორია თქვენი არ არის? არა, ჩემი არ არის 3 მოსახლისგან მაქვს აღებული იჯარით. და აქ ვაკეთებ ესე იგი ხელის მოწერის რიტუალი იქნება აქ ანუ მეკორწილეები, წყვილი მომბრძანდება, დაბადების დღეები იქნება თუ რა ასეთი
სახე ექნება ამას. თუ არ ცდები 1.600.000 რაღაც არის მთლიანად დასაქმების მაჩვენებელი ქვეყანაში და აქედან 1.100.000 არის თვითდასაქმებული. შესაბამისად ეს უკვე მეტყველებს იმ რეალობაზე, რაც ქვეყანაში გვაქვს. 3 თვის წინ მოხდა ძროხები გადაწყვიტეთ გაგვეყიდა და წაიყვანეს აზერბაიჯანელებმა საქართველოში მცხოვრებმა სამმა პიროვნებამ და ფული არ გადაუხადეს. დღემდე ფული არ გადაუხდიათ და 3 თვის მერე მივაკითხეთ პოლიციაში, თელავის პოლიციაში, დაწერეთ განცხადება, იმის მერე კიდე გავიდა თვე-ნახევარი სადღაც, მაგრამ საერთოდ არ არის რეაგირება ამაზე. კი არა, საერთოდ და ეს თქვენი ფერმა იყო? კი, ჩვენი ფერმა. მე მგონი 30 ძროხა გაყიდა. 30 იყო. ანუ მთლიანად მთელი ფერმა გაყიდა, კი, მთელი ფერმა. კი, ჩემო მეუღლემ გაყიდა. შეუძლებელია ხა საუბარი მათ შვებულების უფლებაზე, მაგალითად ქალბატონების შემთხვევაში, ეგრეთ წოდებულ დეკრეტულ შვებულებებთან მიმართებით, ვიცით რომ მათ სახელმწიფო თვითდასაქმებულ ქალებს არაფერს არ უხდის, თუ კი თქვათ კერძო სექტორში და საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებს უხდის სახელმწიფო და აძლევს დახმარებას, რომელიც არ აღემატება ოდენობით 1000 ლარს. 6 თვეზე, ანუ 153 ანაზღაურება დღეზე თვითდასაქმების შემთხვევაში ესეთი რაღაცა არ ხდება, კანონი ამას არ იცნობს. იგივე თქვათ არ ეთვლებათ მათ ასეთი საქმიანობა სტაჟში. მაშინ, როდესაც მთლიანად პენსია იქნება დამოკიდებული სტაჟზე დამსახურებაზე, რა თქმა უნდა, ეს პრობლემას წარმოშობს. ორივე გოგოები სტუდენტები მყავს, ბიჭიც კერძო სკოლაში სწავლობს. ამ ყველაფერს გადასახადი აქვს. ანუ მეუღლეც მეხმარება მუშაობს და ამით თუ არა ნამდვილად ვერ გავიტანდი თავს, აი ნამდვილად. მე ვხედავ, რომ საქართველოში კარგი ადამიანები არიან, მეგობრულები და გონება გახსნილები, მაგრამ მათი ყოფითი მდგომარეობა საკმაოდ რთულია. დათა თუთაშხიაში გრაფს ეუბნება თენგიზარჩვაძის გმირი, ხელფას ჩვენ უნდა ვეყოთ. არვენდური ნამდვილად დღესდღეობით არ არის ჩემი ხელფასი და სამდური. ძალიან კმაყოფილი ვარ. მაღალი წნევაა. გამალი მი. ხოდა ის ვალეჟენ უარი, აი ჩეჩე. დეგა და ვალი დორმენაცი კი. აგენა. და ეს წამლები ვისთვის იყიდე? ჩემ მეუღლისვინ. რა სჭირს? ოპერაცია გეიკეთა, წნევები აქვს, სულად არის. და ის ფული რასაც შეულობ, ყოფნის წამლებისთვის, კვებისთვის? საყოფი არაფერი არ არის ბევრი, მაგრამ რაც არის ეგ არის. დღეს რო არ გემუშავა, წამლებს ვერ იყიდდი? ვერ ვიყიდი. ყოველდღე მოდი ხარ? კი, თბილისში. კი გენაცვლა. თუნდაც ეს გვაფიქრებინებს იმაზე და მინიმუმ სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ამ ადამიანების შრომა საჭიროებს გარკვეულ რეგულირებას. და ეს პოლიტიკა ზოგადად რო არის გადასახედი. თვითდასაქმებულებში გადიან სხვათა შორის არა თქვათ ის კატეგორიები, ეს ძღოლი, ხელოსანი თუ ასე შემდეგ, ასევე ის ადამიანები, რომელთაც აქვთ გარკვეული მოცულობის მიწის ნაკვეთი. ანუ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ადამიანების რიცხვი მათ შორის არის ძალიან მაღალი. ან თვითდასაქმებულთა შორის და ის დასაქმების მაღალ პროცესს ასევე ეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად ზრდის. სტატისტიკის კუთხით თუ მიმსჯელებით. ეხება რაღაც იყო. აი არ გადავიდე. ხუთმეტ წელიწადია მე ამ ეზოში ვარ.
ეხლა ვარ 65 წლის. როგორი წარსული ქონდა? ძალიან ცუდი. 4 ბავშვი დადოვა, წავიდა თავის მამ და შვილთან. მარმა? 40 წელიწადი იქ დარჩა. რო ფუტებოდა უკან დაბრუნდა და ჩვენ დავმარხეთ ეს ტანჯვით. კარგი ცხოვრება არის? და 40 წელიწადი შენ სხვა ქმარი არ ყოლია? არა, 4 ბავშვი შევინახე. ხვის ერთით და დღის შუნდით და დღემალით. ვაგონი ჩამოვტვირთეთ 363 ტონა. როდის? 7 წლის წინ. ის იყო მაგარი მუშაობა. ერთი ახალგაზრდა ბავშვი იყო. შემეცოდა საწყალ, მე ვთხარი ვიზია სირბილიც იმეთქი, მოდი ორივე მოვკიდოთ ხელი და სხვა როგორც მუშაობს, ისე მუშაობთ მეთქი, ის იყო, ტოლვილი იყო. ცხინვალი და იბო შემეცოდა, მაგრამ რა უყო, მაგრამ რო დამიჯერა, კაია. და რამდენი აიღეთ მაშინ? 45 ლარები შეხვდა. მარის ფული არ ღირდა ფულად. მერია წერში, ეს ოფლი, ამოლანგულები, ამოზუზნულები. თვალებით ვერ ვხედებოდით. ეგრეა. ალალი ლუკმაჯობია. ალანი ყველაფერს. შენი ოფლით რო იშოვე. ეგრე ყოფილი ცხოვრება. Quite frankly, I have not been before. გულწრფელად რომ გითხრათ, მე არასოდეს მიმუშავია ქვეყანაში, სადაც შრომითი რეგულაციები 100-ია მოშლილი. საქართველოს ჩემთვის 22 ქვეყანაა. ეს კი ჩემთვის გარკვეულწილად უნიკალურ მოვლენადაც ითვლება. შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი დასაქმებულად არ ითვლებიან კანონის მიხედვით. თუმცა სტატისტიკისთვის ისინი რა თქმა უნდა ითვლებიან დასაქმებულებად და წოდების მაღალი რიცხვი საქართველოში დასაქმების და მაღალი პროცენტი მნიშვნელოვნად განპირობებულია ამ ადამიანებით. მაგრამ დასაქმებულად ხოთვლით თავს. რა თქმა უნდა დასაქმებულად თვლია. აი თქვენ რო ანკეტა მოგცეთ შესავსები, თქვა სამუშაო ადგილი და შეაწერთ. სამუშაო ადგილი რა უნდა ჩავწერო, სად არის სამუშაო ადგილი, ნამდვილად არ არის. როგორ არა ეს არ არის სამუშაო ადგილი? უბრალოდ იცით რა არის ახლა, ვერ მიუთითებ, ეს არის ჩემი როგორ გითხრათ, იცი? ну კერძო სამუშაო თუ ეს ანუ სახელმწიფოზე კი არ ვარ ჩამოკიდებული ხვალე რომ სახელმწიფო საქმეს დამიძახონ ვიღაცამ მითხრა რომ უნდა გამოხვიდე და აგერ რაღაცა სკოლა უნდა გაკეთე და მივდივარ და ვაკეთებ თქვენ მაინც გირჩევია რომ სახელმწიფო მოგცეთ რამე შეგვიძლია ეს თავისთავად რატო გირჩევია იცით რა არის აი ეხლა ეს ბინა გავაკეთე ხო ეხლა ვიცი სადღაც უნდა გადავიდე მე კიდე სადღაც გადავიდე მაგრამ მომენტ შეიძლება ვერ სადაც ვეღარ გადავიდე და ორი კვირა სულ გავჩერდე არის ეგ მომენტ ძალიან ხშირად ხდება ეგეთი რაღაცა მაგრამ სახელმწიფომ თუ მოგცეთ შეკვეთა იქაც ხო შეიძლება გაჩერდეს ის მუშაობა მანდ იცი როგორ არის ახლა რაღაც დიდი ობიექტი რო კეთდება კი მიდის რაღაც ახლა ერთ წელზე ხვევით ნამდვილად ვერ ამთავრებს ანუ ერთი რაღაცა რჩება მე შემდეგი წება უფრო რაღაც საიმედო არის თითქოს მუშაობის ხანგრძლივობის ამბავში ვიძახი რა მაინც თვლით რომ სტაბილური არ არის თქვენი სტაბილური ნამდვილად არ არის აი წეგან რომ მეკითხებოდით რომ ახლა თუ გაქვს დაანგარიშებულიო სახშიო რომ რამდენი უნდა ეხარგოს ნამდვილად ვერ ვიანგარიშებ იმიტომ რომ შეიძლება ავიღო 800 ლარი თვეში შეიძლება ავიღო 2000 და 3000 ლარი ხო არ ვიცი არა რა შემხდება როგორ იქნება ვარ დასაქმებული კი ვარ დასაქმებული ანუ ეს შემოსავალი თქვენ ყოფნით ოჯახისთვის ну ეხლა მაინც და მაინც ვერ ყოფნის მაგრამ აი იცით რა თითქოს შემცირებულია ის ხალხს ალბათ უჭირს და მაგიტო იმდენი შემოსავალი აღარ არის იმ თვალსაზრისით რომ მეორე ხარისხოვანია დაუშვათ ეზოს გამწანება ამა თუ იმ ადამიანისთვის აშენება დამგრევა რა ვიცი მიწის გათხრა სამუშევარი რაც იქნება ყველგან მივმუშავე და სულ ამ საქმეს აკეთებ? კი გენაცვალე აბა პადიოსთან ცხოვრება ეგ არის პადიოსნებთან აიცხოვრო ხელი გევიშურო მათხოვარი არა ვარ სანამ ძალა მაქვს მანამ ვიმუშავე ოჯახში ამჟამად 5 ვართ 5 შვილი მყავს ის 2 გათხოვილი 4 შვილი მყავს თუ ბავშვის ფსიქიკა არ გესმის ადამიანს თუ ვერ უგებ არასოდეს არ უნდა იმუშაო ეს ის არ არის რაღაცა შეკერო, რაღაცა შექმნა, რაღაცა გააკეთო და გაუშვა, ასე ვთქვათ,
ეს არის ბავშვი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს ადამიანად და შენგან იმხელა სითბო და სიყვარული უნდა იგრძნოს ბავშვმა, რომ ალბათ მთელი ცხოვრება არ დაავიწყდეს. დალევა მიყვარს უყო ძალიან მაგრად. 30 წელი მაქვს სტაჟი. ბაკლებით, ჩაიშიქებით, იცოდა შემეჯიბროს. სხვა პროფესია არა გაქვს არაფერი. ზარეული ვარ, კაი. რატო არ მუშაობ მე ზარეულად? არა, არაფერს მოძლებენ და. 20 ლარად მე ველი მუშაობ ზარეულად. ეხლა დღეში რამდენი გაქვს? დღეს იმ კაცმა მოგცა 50 ლარი. და გაიყავით შუაზე? არა, 50 მოგცა. თითოეულს 50? ყოფილა გვიმუშავნია და კაბიკი არ მოუციათ. მერე მოგცემთო და მერე ეძებე და დი. აბა. ზოგი მონათლულია, კარი მონათლულია, ზოგი უღმართი არის. ყველა ადამიანს ხარ გავს. ზედაც მიმუშავნია 100-200 ლარი ამებია დღეში და კმაყოფილი ყოფილი. წაგიყვანებენ და 9 საათამდე უნდა იწვე მიწაში. ხო და რა 25 მაიათი და ეს დიდი ფულად მიაგდია როცა ერი არის კრიზისულ მდგომარეობაში. კონდა სოციალური. იმაში საკაშვილის მომიხსნეს. რატომ მომიხსნეს? არაფერი არ ამახსოვს. ვაზის მომაში ვცხოვრობ. მე ხაში ვერ დავექვემდებარები, იმიტომ რომ გარკვეული მაქვს ჩემი საქმე. მოვიდნენ და ნახო როგორ ცხოვრობ როგორ არა. გაბარტახებულია ყველა მარტო ცხოვრობ. უსტი აგერ უსტი ვიღაცა მოვა იკაიფებს, გააჩერებს ეგერ მიახვალ, იქით გააჩერებს, მიხვალ ასეთი რაღაცა, кайფობს რა. საღამო რომ მოდის უფულოდ არ მივდივარ სახში. ასე ჩემი თვალები. მე вообще ტოლვილი ვარ, კაცო და вообще აზბინა აზგარი просто ვარ ჰაერზე. სადარია მინას გაძლევს. აქ ყველანაირ საქმეზე მიწევს პაშტი მუშაობა. მიწის ჭრარი თუ ატანარი თუ გადატანარი თუ გადმოტანა არის ყველაფერი. უყურებ რომ როგორი მანიფათეთ ცხოვრობენ ბიჭები, რომ მანქანასთან ვარდებიან და იჭერენ კლიენტებსა და ასე და. ზოგს ამაგის თავი არ აქვს და ლუკმაპური უჭირს დასამალია. ყველანაირ სამუშაოს ვასრულებ და იმდენი ხელო 1-15 ხელობა ვისწავლე უკვე აქ ამ აწეიდაჩი. უნდათ მუხტად რომ მოსახელმა გაუკეთოს ყველაფერი. ყველაფერს მოსახელი მუხტად ვერ გააკეთებს. ორი ობოლის ჩვენი ყავს. ოჯახობა დაღუპული ყავს ერთი 8 წლის არის დაღუპული და ასე წვალობდა სტუდენტები ყავს და დღე და ღამე გარეთავა. ზოგი ნორმალურად გექცევა, ზოგი წაგიყვან სამუშაოს, მაგრამ წყარს არ დაგალევინებს, აბა რა გითხრა.